მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს განვიხილავთ 2022 წლიანი Mustang Mach-E GT ვერსიას. სანამ ვიზუალზე და სპეციფიკაციებზე გადავალთ, პირველ რიგში განვიხილოთ რა ტრიმინგი არსებობს ამ ავტომობილში. მოკლედ, Mach-E გამოდის ყველაზე დაბალი კომპლექტაცია Select-ი, შემდეგ მოდის უკვე California Road-ი, შემდეგ Premium-ი და ბოლოს GT და GT-ის შემდეგ არსებობს კიდე GT Performance Edition. რაც შეეხება უშუალოდ სპეციფიკაციებს, გეტყვით, რომ Select-ი გადის დაახლოებით 350 კილომეტრს. გაჩნი ასევე ამინდებს, იმიტომ რომ ზამთარში განსაკუთრებულად იკლებს ეს მანქანები თავიანთ მაქსიმუმ რეინჯს და ვერ გადის იმდენს. რაც შეეხება პრემიუმს, პრემიუმი გადის საშუალოდ 400 კილომეტრს. GT გადის 400-ზე ოდნავ ნაკლებს, გამომდინარე იქიდან, რომ ამისი ბატარეები უფრო არის მოთხოვნადი ენერგიის მიმართ და წვა, ასე ვთქვათ, ელექტროენერგიის უფრო მეტი აქვს და რაც შეეხება GT Performance-ის შემთხვევაში გვაქვს ზუსტად ანალოგიური სიტუაცია. აქვს დაახლოებით 50 ცხენით მეტი და ბატარეების წვისადი მოთხოვნა უფრო დიდი. გამახვილებული ყურადღება არის უფრო აჩქარებაზე და არა გასავლელ მანძილზე. California Road-ს რაც შეეხება, ეგ მანქანა გადის 500 კილომეტრს, ანუ გამოვლობის თვალსაზრისით ყველაზე მეტს გადის. თუ ფასი დაგაინტერესებთ, დაახლოებით დაგიჯდებათ $20,000 ფარგლებში. პრემიუმსაც შეეხება დაახლოებით 25-დან 27-მდე მერყეობს ადგილობრივ ბაზარზე პრემიუმის ფასი და რაც შეეხება უკვე უშუალოდ GT-ს, GT-ები იყიდება 30 პლუსში. გააჩნია მანქანის გარბენს, მდგომარეობას და ასე შემდეგ. რაც ამ მანქანაზე უნდა იცოდეთ ზოგადად Mach-ებზე, არა კონკრეტულად GT-ზე. ასევე ამ მანქანებს ზოგადად უნდა შეამოწმოთ WIN-კოდი, ახასიათებთ recall-ი ეგრეთ წოდებული, ანუ შეიძლება ქონდეს ქარხნული წული, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ბატარეებზე არსებული პატარა პლატა შეიძლება დაეწვას, რის შემდეგაც საერთოდ ვეღარ გამოიმუშავებს იმ ცხენის ძალას, რაც მანქანას აქვს და უნდა შეიცვალოს. საქართველოს ცენტრი არ ანაზღაურებს მაგას, ზოგადად ამერიკაში მანქანა უნდა მიიყვან და უფასოდ გიცვლიან. საქართველოში არ კეთდება ფიზიკურად ეგ სერვისი, ან თქვენ თვითონ უნდა იყიდოთ ის დიდი პლატა და აქ უნდა შეგიცვალონ რაღაც გარე სერვისში, რაც საკმაოდ არ არის მარტივი გასაკეთებელი. შესაბამისად, აუცილებლად შეამოწმეთ და მზად იყავით მაგ ხარჯებისთვის, იმ შემთხვევაში თუ recall-იან Max იყიდით. დანარჩენი ახლა პრობლემები ესეთი გამოხატული არ გააჩნია ამ მანქანებს. თუ ფუნქციები გინდათ ტელეფონიდან როგორიც არის დისტანციური დაქოქვა, ეს ფუნქციები საქართველოს რეგიონზე არ ვრცელდება, იმიტომ რომ ფიზიკურად Ford-ის აპლიკაცია საქართველოში არ იმართება, შესაბამისად ჩაშენებული რეგიონის მაპები არ მუშაობს. ეს სტანდარტული შემთხვევა არის ზოგადად ამერიკული მანქანების შემთხვევაში. შესაბამისად აპლიკაციასაც ვერ დააკავშირებთ. უშუალოდ რაც შეეხება GT-ზე გადავიდეთ, ვიზუალით დავიწყებ, რომ ძალიან აგრესიულად გამოიყურება. აქ მის წინა ვერსია არის პრემიუმი და შესაბამისად შევეცდები, რომ უფრო პრემიუმთან გავამახვილო ყურადღება ძირითად სხვაობებზე. პრემიუმისგან განსხვავებით, აქ ხედავთ, რომ გვაქვს აი ესეთი აგრესიული დამატება, ტუჩი ეგრეთ წოდებული, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება. განსხვავებული ბამპერის ჭრილი გვაქვს წინაც, ეს ნაწილი და ასევე აქ თუ დააკვირდებით, გრილზე გვაქვს პატარ-პატარა ესეთი დიზაინერული რომბები, რომელიც ასევე საბოლოო ჯამში ძალიან კარგად გამოიყურება. პრემიუმის შემთხვევაში ჩვეულებრივ ერთ ფერში არის გაკეთებული და ეს წინა ტუჩის დამატება არ გვაქვს. რო გადმოვინაცვლებთ მარცხენა მხარეს, ხედავთ GT-ის დამახასიათებულ დისკებს, რომელიც ჩემი აზრით გემოვნების საკითხი არის, მოგწონთ თუ არა. უკანა მხარესაც რო გადმოვინაცვლებთ, ფარები ანალოგიური აქვს როგორც პრემიუმს. GT-ის შემთხვევაში გვაქვს მანქანის ფერი და პრემიუმის შემთხვევაში გვაქვს შავები. უკანა მხარეს ეს ფარებიც ანალოგიურად თეთრი აქვს პრემიუმსაც, მაგრამ GT-ის შემთხვევაში აქ გვაქვს GT-ის წარწერა და ბამპერზე გვაქვს ესეთი აგრესიული დიფუზორი, რაც საბოლოო ჯამში კარგად აუსებს ვიზუალს და უფრო აგრესიულს ხდის მანქანას. საბარგულს რაც შეეხება, საბარგულიც ერთ ღილაკზე გვაქვს და როგორც ხედავთ, ასევე ფეხითაც შეიძლება ამის გაღება. ტევადი საბარგული არის, პრემიუმსაც ანალოგიური ზომის საბარგული აქვს, უბრალოდ ეს ფარ და ეხა ისე აჩენს, რომ ოდნავ პატარა საბარგულია, მაგრამ ძალიან ტევადი არის, 4 ადამიანის ბარგი თავისუფლად ეტევა. აქ გვაქვს ესეთი პატარა ბერკეტი, რომელსაც რო გამოვწევთ, ივაკით ესე გაიღება. ამ ინტერიერში დამახასიათებელი არის ესეთი სტაფილოსფერი ძაფები და კარზე დატანებული ალკანტარა, რაც არ გვხვდება პრემიუმში. ასევე ეს განსხვავებული სკამები, რომელიც არის ასევე ალკანტარას მატერიალით. წინა მხარესაც ანალოგიური ღილაკი გვაქვს, რო დავაჭერთ გამოვა და შემდეგ ამ ბერკეტით გამოვწევთ. რაც შეეხება ინტერიერს, პირველ რიგში
ეს ანიმაცია გვხვდება წინ პატარა ეკრანზე. შემდეგ უკვე უშუალოდ შეგვიძლია რომ მანქანა მოვიყვანოთ აქტიურ მდგომარეობაში. მარცხენა მხარეს რაც განსხვავებული გვაქვს, აქაც დატანებული არის ალკანტარა და სტაფილოსფერი ძაფი, რაც არ გვხვდება სტანდარტულ ვერსიაში. ასევე ამ სკამის დიზაინი არის ოდნავ განსხვავებული და გვაქვს ალკანტარაში. ასევე აქ გვაქვს GT-ის დამახასიათებელი მატერიალი. პრემიუმში სხვათა შორის არის კარბონისნაირი მატერიალი ხოლმე ხშირად. და ის რომ აქ იყოს, ჩემთვის პირადად უფრო მისაღები იქნებოდა, მაგრამ ესეც კარგად ჭდება ინტერიერში. GT-ში სხვათა შორის ხშირად არ გვხვდება ეს პანორამა. მაგრამ ასევე თუ ჩამოყვანას გადაწყვეტს, ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ამ დეტალს, იმიტომ რომ უკან ხშირად აზიანებენ საბარგულთან პანორამის გადაბმის ადგილს და თუ გაბზარული იქნება, მე ძალიან დიდი წვალება გიწევთ ამ პანორამის ჯერ შონაში და შემდეგ უკვე ჩამოტანაში. აქ ალბათ აი მციმციმებს ხედავთ, ეს კამერაში ჩასიავალოთ არ ციმციმებს. დიდ გზაზე რო წახვალთ, ეს სენსორი სახეზე გიყურებთ და იმ შემთხვევაში თუ ყურადღებას მოადუნებთ, მანქანა დაგიწერთ, რომ წინ იყურეო. საჭე გვაქვს განსხვავებული პრემიუმისგან. კრუიზ კონტროლის დროს გაკონტროლებთ ეს სენსორი, რომ ყურადღება არ მოადუნოთ. საჭეს განსხვავებული გვაქვს ასევე სტაფილოსფერი ძაფებით. აუდიოს მინდა შევეხო. აქ გვაქვს ესეთი მრგვალი ლოგო, კარებზეც დატანებული, სადაც Bang & Olufsen's ლოგო არის და ამ მანქანას Bang & Olufsen's აუდიო სისტემა აქვს. ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი ბრენდი, შესაბამისად ხმაც ძალიან კარგი აქვს ამ მანქანას. დანარჩენი მართვის პანელებსაც შეეხება. აქ გვაქვს ესეთი მრგვალი ჯოისტიკი, რომლითაც ვარჩევთ უშუალოდ სიჩქარეებს, ნეიტრალში იქნება D-ში თუ უკანსვლაში, პარკინგი ავარიული. აქ გვაქვს ტელეფონის დასადები, აქ wireless დამტენი აქვს, ორი ჭიქი სათავსო, USB და USB-C პორტი, ორი ცალი. ამ ეკრანს რაც შეეხება, კარგი ეკრანი არის, ერთადერთი ახასიათებს ოდნავ ჭედვა, რაც გამომდინარეობს მემორიდან. მემორის თუ გაუძლიერებთ, მე საერთოდ აღარ ექნება, ეგ პატარა FPS დროპი ესე ვთქვათ. დანარჩენი ფუნქციურად აქედან კონტროლდება საჭის გათბობა, სავაძლების გათბობა. მენიუ კარგი და მარტივი აქვს, ძირითადი ფუნქციები არის ჩამოწერილი და არ გვიწევს ძებნა. რეჟიმებსაც შეეხება გვაქვს Whisper-ი, Engage და Unbridled. როგორც იკითხება, one pedal drive გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ გაზის პედალსაც აგვიშვებთ, თვითონ დაამუხრუჭებს მანქანა. ასევე ხმის რეჟიმი შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დავეწვევით გაზის პედალს, რომ რაღაც ხმა გამოსცეს და გვაგრძნობინოს აჩქარება და auto hold. Driver assistant-ი, აქაც ჩვეულებრივ ადაპტიურ კრუიზ კონტროლი აქვს, წინ გრილში აქვს ჩაშენებული დისტრონიკის სენსორი და შესაბამისად აქვს ავტომატური მუხრუჭი თუ საშიშროებას ხედავს წინ, ასევე ზოლების კონტროლი და ასე შემდეგ. ასევე განსხვავებული აქვს აქ GT-ის წარწერა, პრემიუმის შემთხვევაში აქ ჩვეულებრივი ბარი გვაქვს. ასევე საკმაოდ დიდი ზომის სათავსო, ძალიან კომპაქტური არის და გზავრობისას ძალიან კარგი არის, ტევადი რო არის თვითონ მანქანა. აქაც სტანდარტულად ეს ხელთათმანების ყუთსაც წიძახიან ხოლმე. უკვე რესტაილინგი 2025 წელს რაც გამოვიდა. ეს ჯოისტიკი აქვს აქ ამოტანილი როგორც Mercedes-ების და Tesla-ს შემთხვევაში. კიდევ აქ გვაქვს ავტომატური პარკინგი, ან თვითონ შეუძლია ამ მანქანას დააპარკინგოს. დანარჩენი უკვე შეგვიძლია გადავიდეთ. როგორც გითხარით, ამ მანქანას აქვს 480 ცხენის ძალა და 700-მდე ნიუტონი. შესაბამისად, კარგად უნდა იაროს. პრემიუმიდან რომ გადმოვჭექი, პირველ რიგში რა შეგრძნებას დამოუკვა იყო, რომ ეს მანქანა უფრო რბილად დადის. სპეციფიკაციებს რო წაიკითხავთ რეალურად, წერია, რომ ამ GT ვერსიის დაკიდების სისტემა უფრო მეტ სპორტულობაზე არის გათვლილი. მაგრამ რეალურად, უფრო რბილად დადის ეს მანქანა, ვიდრე პრემიუმის Select-იან რომელიმე სხვა ვერსია. შესაბამისად, ის ამ ფაქტმა უფრო დამოფიქრა იმაზე, რომ მისჩევნია ფული დავამატო პრემიუმს და პრემიუმის პირას ბარემ GT ვიყიდო. გამავლობაშიც რეალურად ძალიან დიდი სხვაობა არ არის. ამ მანქანას აქვს დაახლოებით 140 ცხენის ძალით მეტი და გადის 20 კილომეტრით ნაკლებს, მაგრამ გაძლევთ ისეთ შეგრძნებებს, რასაც ვერ მოგცემთ მაგალითად პრემიუმი ან Select. რაც შეეხება უკვე უშუალოდ სიარულში კიდე ხმაური არ შემოდის. მოსახვეებში ძალიან კარგად დგას, იმიტომ რომ GT ვერსია არის და რეალურად მოსახვეებში კარგად უნდა იდგეს. სალონი არ ჭრაჭუნობს და არაფერი ხმა არ გვაწუხებს. რაც ხშირია ხოლმე თანამედროვე მანქანებში. თავის ბიუჯეტში, იდეაში არის ალბათ ყველაზე კარგი და ყველაზე მაგარი მისაღები ვარიანტი. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბიუჯეტში რაც ამ მანქანას ყიდულობთ და როცა გვინდა ყოველდღიური ჯიპი, თან კომფორტული, ამავდროულად თან ჩქარიც არის, კომფორტთან ერთად კომფორტში შედის ეკონომიურობაც. ამაზე კარგი ჯიპი არ ვიცი, რომელი შეიძლება იყოს. ქვეში, უხეშად ვავიღოთ ამ მანქანის შენახვა დაახლოებით
თუ ხშირად მოძრაობთ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად, 160 ლარი იქნება და არის იდეალური მაჩვენებელი და რეალურად ეგეც თქვენზე არის დამოკიდებული, რამდენად ხშირად დადიხართ. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ყოველდღიურად მოძრაობთ და თან ძალიან დიდი მანძილების დაფარვა არ გიწევთ, მაგ შემთხვევაში შეიძლება უფრო ნაკლებიც იყოს. უბრალოდ მე საშუალო მაჩვენებელს გემოვნებთ. რაც შეეხება ახლა უშუალოდ ჩვენს მონაცემებს, შეგვიძლია რომ გადავთვალოთ მესამე რეჟიმში და უკვე ხმაც პირველად დიდი აქვს და აჩქარება ვნახოთ. ეხლა დავაჭერთ 50 კმ/სთ. ანუ აჩქარება ძალიან კაი აქვს. პლუს ამ აჩქარებასთან ერთად ეს ხმა, რომელიც ჩართული გვაქვს, უმატებს ამ აჩქარების შეგრძნებას და უფრო კარგი ეფექტები გვაქვს და შეგრძნებები მანქანაში. მაგრამ ანუ პრემიუმთან შედარებით არის მართლა დიდი ნახტომი გაკეთებული. რა ეს 140 ცხენი ძალიან იბრძოლა რა. აჭერ თუ არა ეგრევე მიდის მანქანა. ასევე ამ მანქანას მოცურების გათიშვა აქვს ღილაკზე, მარცხენა მხარეს საჭის ქვემოდან ეთიშება. პრემიუმის შემთხვევაში ეკრანზე გვაქვს და არ ეთიშება. ეგ ეგეთ ცოტა გაურკვეველი სიტუაცია იყო მაგასთან დაკავშირებით. მთლიანი YouTube, Google გადავქეკეთ და ვერ ვნახეთ, არ ითიშება. უბრალოდ აქვს traction-ის ღილაკის სენსორზე და არ ითიშება. ამ მანქანის შემთხვევაში კი ღილაკზე გვაქვს, უკვე ფიზიკურ ღილაკზე და არა სენსორულზე და დავაჭერთ თუ არა, უკვე გათიშული არის ჩვენი მოცურების საწინააღმდეგო სისტემა. ერთი ადგილიდანაც ავჩქარდეთ აქ. 0-დან 100-მდე ეს მანქანა უნდება 3.5-3.4 წამს, რაც ძალიან კარგი აჩქარება არის. დაბლებში უფრო და უფრო მაგრად იგრძნობა რეალურად. რამდენად კარგად გამოიმუშავებს ცხენის სალასაც აქვს და გვაგზნობინებს ამ ჩვენ 480 ცხენის სალას. ტორმუზის შემთხვევაში, ტორმუზი პრემიუმსაც და GT ვერსიასაც აქვს Brembo და ძალიან კარგად ამოხუჭეს, მაგრამ ამაზე კიდევ ის შეგრძნება მაქვს, რომ უფრო კარგად მუშაობს. გამომდინარე იქიდან, რომ წონაში პრემიუმთან შედარებით არის ოდნავ უფრო მსუბუქი. ორივეს Brembo-ს და ტორმუზები აქვს. აპორნები აქვს ამას ოდნავ დიდი ზომის, შესაბამისად მუხუჭზე, რა თქმა უნდა, ეგ ახდენს გავლენას და პლუს 100 კილოს სხვაობა, ანუ პრემიუმი არის 2100 კილომდე და ეს მანქანა არის 2000 კილომდე საშუალოდ. Dual მოტორი არის, ეგეც თუ გაინტერესებთ და პრემიუმის შემთხვევაშიც გვაქვს extended ვერსია და არა extended ვერსია, რაც ნიშნავს, რომ პრემიუმი არსებობს სტანდარტული ბატარეებით და არსებობს უკვე გაძლიერებული ბატარეებით. მაგასაც ყიდვის შემთხვევაში მიაქციეთ ყურადღებას, რომ არა გაძლიერებული ბატარეებით უფრო, რა თქმა უნდა, ნაკლებს გადის ის მანქანა. 92 კილოვატიანი ბატარეა აქვს ამას და ასევე პრემიუმ extended ვერსიას, ხოლო პრემიუმის არა extended ვერსიას, რომელიც გითხარით, აქვს 72. ანუ საკმაოდ დიდი სხვაობა არის. და როცა ყიდვა არის, ჩემი აზრით, თუ მაინც და პრემიუმის გადაწყვეტ, ფიქრობ, რომ extended-ი შეიძინოთ, ყველაზე კარგი ვარიანტი არის. თან ბიუჯეტურ თვალსაზრისში არ არის რა ძალიან დიდი სხვაობა. არც საქართველოს ბაზარზე და არც ამერიკაში. ორჯერ ამ სახელს გამოწევთ. წინ გვაქვს ესეთი სათავსო. ამ შემთხვევაში აქ არაფერი არ გვესაქმება. ერთადერთი რაც არის წყლის ჩამოტება შეგიძლიათ აქედან და ვсё. დანარჩენი შეგიძლიათ აქ დამტენის სათავსოდ გამოიყენოთ ან რაიმე ნივთის. უშუალოდ სპორტში როცა არის, საჭის შეგრძნება უფრო უკეთესი აქვს. ასევე დაკიდების სისტემაშიც იგრძნობა, რომ უფრო გრუნტდება მანქანა. აჩქარებაში თქვენ თვითონაც ნახეთ. ვიდეოს ბოლოს ამ მანქანის მყიდველები რეალურად მინათ. ადამიანები, ვინც ეძებენ კარგ საბაზრო ღირებულებაში მისაღებ ავტომობილს, მაგრამ ეს არის იდეაში მისაღები უფრო მეტი მანქანა, იმიტომ რომ ყველა ის თანამედროვე ფუნქცია აქვს, რაც ჩამოთვალეთ უკვე ზემოთ და პლუს ბიუჯეტიც ძალიან მისაღები აქვს გამომდინარე წყლოვანებიდან და იმ ყველა შემოთავაზებული ფუნქციებიდან. თუ მაგალითად გიყვართ სპორტულობაც და ამასთან ერთად კომფორტიც, მაშინ GT უნდა შეიძინოთ. მაგრამ თუ თქვენთვის სპორტულობა არ არის მნიშვნელოვანი და აქცენტი გაქვთ მხოლოდ იმაზე, რომ ბევრი გაიაროს მანქანამ,
მაშინ კალიფორნია რო ულტიმა შეიძლება. უბრალოდ მაგ შემთხვევაში არ გექნებათ ის ფუფუნებები, რაც არის თავისი ადაპტიվ კურის კონტროლი, პანორამა, ლამაზი დისკები, გარე ვიზუალი, მაგ ყველაფერს თვამთ და აუდიო სისტემას. თუ ამ ყველაფერს დათმობთ, მაგ შემთხვევაში კი ეგ არჩევანი უნდა გააკეთოთ. სხვა შემთხვევაში მე რომ ხარჩევს ვაკეთებდე, მირჩევნია რომ თანხა დავამატო და პრემიუმის ნაცვლად პირდაპირ GT ვიყიდო. იმიტომ რომ ეხლა რო შევადარეთ, ამ ხელისუფლებას პირადად მე არ ველოდებოდი და ძალიან მომეწონა ეს მანქანა. შესაბამისად, საქართველოშიც ამ ბოლო პერიოდში მომრავლდა ეს მანქანები, რაც ნიშნავს, რომ დაფასდა და რაც ეხლა წლები გავიდა, ზოგადად ერიდებიან ხოლმე საქართველოში, სანამ კარგად არ გაიტესტება მანქანა და ყველა მინუსი არ გამოჩნდება, მასიურად არ შემოდის ხოლმე და ამ მანქანამ გაუძლო ტესტებს. ახლა სხვადასხვა ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი მაკი შემოვიდა საქართველოში. რაც რა თქმა უნდა, ბუნებრივად იმას ნიშნავს, რომ ადამიანები კმაყოფილები არიან, არ აქვს ამ მანქანებს ისეთი დიდი პრობლემა, რაც არ არის მოგვარებადი. როგორც ვახსენე, ერთადერთი გავრცელებული პრობლემა არის ეგრეთ წოდებული რიქოლი, ქარხნული, რაც გამოიხატება პატარა პლატის დაწვით, რომელიც შუა ბატარეაზე არის პასუხისმგებელი, ან ბატარეას არ აფუჭებს, უბრალოდ შეიძლება რომ ეს პლატა დაიწვას და შემდეგ მანქანა დაიწვას 20 სიარულს მაქსიმუმ, ძალას დაკარგავს, სანამ არ შეცვლით მაგ პლატას. ამ შემთხვევაში უკვე საქართველოში პლატის ყიდვა გიწევთ და ეგ არის თქვენი ხარჯი და შემდეგ უკვე ხელობის თანხა, რაც უშუალოდ ბატარეების ჩამოღებას და იმ პლატის შეცვლას წარმოადგენს. დანარჩენი გავრცელებული პრობლემა არ აქვს ამ მანქანებს, სავალი ნაწილი ძალიან გამძლე აქვს. ასევე ნაწილების ფასებზე მინდა რომ გავამახვილო ყურადღება, რომ ძალიან ძვირი არის ამ მანქანის ნაწილები ის სხვა სტანდარტული ავტომობილების ფასებთან შედარებით. იქიდან გამომდინარე, რომ მაინც ალბათ ბევრი რო არ იშლება, სავარაუდოდ მაქედან გამომდინარეობს ეგ, მაგრამ აი საკმაოდ ძვირი ღირს საქართველოს ბაზარზე, ანუ ადგილობრივ ბაზარზე, რომ ეს ამ მანქანის ნაწილები შეიძლება. შესაბამისად, ეგეც გაითვალისწინოთ და სანამ თუ ადგილზე არ იყიდით, მაგრამ ვფიქრობ, ეს მანქანა უფრო უკეთესი არის, რომ ადგილზე იყიდოთ რეალურად, ვიდრე ჩამოიყვანოთ და ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი დაგემატოთ. შესაბამისად, აქ ახლა გავაჩერებ გარედან ვიზუალს კიდევ ერთხელ გაჩვენებ და შემდეგ უკვე შეგვიძლია რომ დავიმშვიდობოთ. სხვათა შორის ფერი ძალიან მომწონს, ეს არის ჭყვიალა მუყავის რომ მონაცრის ფერი, ძალიან უცნაური ფერი არის. თქვენთან ერთად იყო დათში. თქვენ არ Morning Drive-ზე იყავით, ეს კი Ford Mustang Mach-E GT არის 2022 წლიანი.